მოგესალმებით, ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ნგოზი ოკონჯო ივეალას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26 წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში. საქართველოსთვის მწვანე ენერგიის დერეფანი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივა, არამედ ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა ბაქოში მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მწვანე ენერგიის დერეფანი წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებს, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის რესურსების ინტეგრაციას და წვლილს შეიტანს რეგიონის საერთო მიზნის მიღწევაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს. სიტყვით გამოსვლისას ქრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს 4 ქვეყანას შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოს ამბიციაა წვლილი შეიტანოს ამ ინიციატივაში არა მხოლოდ თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ საკუთარი განახლებადი ენერგიის რესურსების მზარდი განვითარებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მაინტერესებს კახა კალაძე ვის ეუბნებოდა ქალაქში პრობლემები გვაქვსო. ქალაქში რომ პრობლემებია, ეს ხილულია და ჩვენც ვხედავთ ამას. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა. წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის ფული იხარჯება. შესაბამისი ტექნიკური სამსახურიც არსებობს, რომელიც ამ მიმართულებებით მუშაობს. ასევე აქვს უახლესი ტექნიკა. ტექნიკა არსებობს, ადამიანებიც არიან, ფული არის, ოღონდ ამ ყველაფერს თავი ვერ მოავა კალაძემ. კალაძე არ არის კარგი მენეჯერი, განაცხადა დონაძემ. მისივე შეფასებით, ქალაქში არსებული პრობლემები ცალკეული თანამშრომლების პასუხისმგებლობა არ არის და სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს. ეუთოს რეზოლუცია ქმნის პოლიტიკურ კონსენსუსს, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდად არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რეზოლუციაში უფრო მკაფიო და მეტი სამართლებრივი შეფასებებია, ვიდრე წინა წლის რეზოლუციაში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს. იგი აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოსგან განსხვავებით ეუთოში 57 წევრი ქვეყანაა და მისი მასშტაბი უფრო დიდია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია დაამტკიცა, სადაც საქართველოზეც არის მკაცრი შეფასებები, ასევე საქართველოს საკითხზე ცალკე რეზოლუციაც მიიღეს. ოცნებამ კენჭისყრის წინ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნად, განსხვავებით ევროსაბჭოსგან. აქ 57 წევრი ქვეყანაა და მისი მასშტაბი უფრო დიდია. 4 დღე ვუყურებდით ქოცების გამალებულ მცდელობას, ჩაებდოთ რეზოლუცია მთლიანად. შეეცვალათ მუხლები, წინადადებები და სიტყვები. არაფერი არ გამოუვიდათ, განაცხადა ბურჯანაძემ. საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. კანდიდატი ქვეყნები აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარეთა ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ, რაც პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მუდმივ მოქმედი ფორმატი იქნება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა შემდეგი კონფერენცია 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება, აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ანა ბრანბიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებსა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გამოხულდა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მწვანე ენერგეტიკული დერეფნის რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით. ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრა სტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროპიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა გრენლანდიასა და ირანზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გრენლანდიაზე, შესაძლოა ეს გავაკეთო კიდეც. ასევე ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული. განაცხადა ტრამპმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ახლა ევროპელ მოკავშირეებს ირანთან დაკავშირებით დახმარება სურთ, თუმცა უკვე გვიანია. როცა მათ დახმარების შანსი და შესაძლებლობა ჰქონდათ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ახლა მათ დახმარება სურთ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვჭირდება, აღნიშნა პრეზიდენტმა. ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა. მათ ცოტა ხნის წინ დარეკეს და ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, არ იცის ღირს თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა. არ ვიცი შეთანხმების პირობებს პატივს ცემენ თუ არა, პრობლემაც სწორედ ეს არის, აღნიშნა ტრამპმა. მისი განცხადებით, ღამით განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის შურისძიება იყო. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის გამო ბრძოლისთვის ემზადება. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება იმ სცენარისთვის, რომ ირანთან ჰორმუზის სრუტის გამო ახალი დაპირისპირება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშიშის ახალი სამხედრო კამპანიის ხანგრძლივობა და ინტენსივობა მთლიანად ირანის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. ჩვენ მათ ოდნავ დავარტყამთ, რათა მიხვდნენ, რომ არ ვხუმრობთ, განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი დაასრულეს. ამის შესახებ აშიშის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს. აშიშის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, წერს ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში. მათი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო, რომ კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები თავს დაესხას კომერციულ გემებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მეზღვაურებს ჰორმუზის სრუტეში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.